ზესტა ჩვენი სიამაყეა, ნუ წაგვართმევთ ფეხბურთს. მსგავსი ტრანსფალანტებით, დროშების შეძახილებით და სირენების ხმით საფეხბურთო კლუბ ზესტაფონის კომაგებმა დღეს ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე საპროტესტო მსვლელობა მოაწყეს, რითაც თითოეულ კომაგს ფეხბურთის მესვეურს და ჩვეულებრივ მოქალაქეს ერთად დგომისაკენ და მოქმედებებისკენ მოუწოდეს. კომაგებს პრიორიტეტში მოუწოდეთ, რომ ერთად მიდგეთ ამ დასაჭერში დაუდგეთ სკოლა. რაც შეეხება იმ ადამიანებს, ვისაც უშუალოდ შეუძლიათ გადააჭრან ეს პრობლემა, მოუწოდეთ, რომ მედიფები რომ გაგებით მოეკიდნენ ამ სიტუაციას და ყველაფერი გამოაკეთონ ერთად დაუდგებით და უშუალოდ სამართლოს. როჩი დაგვიგეს ყველა და დაგვაფინანსოს რას მოუწოდეთ, რომ ესეთი სიტუაცია არ მინდა რომ იყოს. იმბერად კომუნიკება ძალიან რომ ესეთი სიტუაცია არის და გულმოწოდეთ გადარჩენა. რაც შეეხება ჩვენ მზადებით იმის იმედით, რომ დაგვაფინანსებენ და იმედია შედგება და გამოვართ შემდეგ. მინდა აუსვა ხაზი იმას, რომ შესაძაც საწარმო ქვეყანაში არის და ქალაქში არის გიგანტი საწარმო, რომ არაც უნდა დაეხმაროს. და არა მარტო ქართულ ფეხბურთს, მომავალთაობასაც. რომ ვარ შეტრებილი, ვაღებებს და ვთქვი, რომ ამერა დავეხმაროთ ჩვენ გულს. საფეხბურთო კლუბის პრობლემა უკვე მეორე თვეა მთლიანად საზოგადოების პრობლემაც გახდა. მიუხედავად კლუბის მესვეურების მრავალჯერადი მცდელობისა, ჯერჯერობით სასიკეთო ძვრები არ აღინიშნება. საკმაოდ მძიმე ვითარება შექმნილი საფეხბურთო მეურნეობაში ზესტაფონში. იგეგმება ის, რომ გადავარჩინოთ ფეხბურთი ამ ჩვენს ქალაქში. იგეგმება ის, რომ მივაწყინოთ ხმა იმათ, ვინც შეისმინოს ეს ხმა. ნაგულისხმევია ყველა აბსოლუტურად როგორც ადგილობრივი მუნიციპალური ხელმძღვანელობა, ასევე ცენტრალური ხელისუფლება. ნაგულისხმევია ის ადამიანები, ვის ასე ვთქვათ, ხელშიც არის ამის ყველაფრის გადარჩენის ბერკეტები, ადამიანები თავის კეთილინების გამოსახატად შეიკრიბენ აქ თავის წუხილის გასაზიარებლად იმის თაობაზე, რომ ესე არ უნდა იყოს, მაშინ როდესაც სახელმწიფო ახერხებს სხვა რაიონებში ამის ყველაფრის მოგვარებას, ზესტაფონელების ალბათ იმის ღირსი ვართ, მაშინ როდესაც მით უმეტეს საწარმო, რომელიც ჩვენს რაიონში მოქმედებს, მთელი ქვეყნის მთელი ექსპორტის 10%-ის შემომტანია თურმე. საფეხბურთო კლუბის პრესსამსახურის წარმომადგენლები, როგორც ვიცით, ადგილობრივ ხელისუფლებასთან აქტიურად აწარმოებდნენ მოლაპარაკებას. საუბრები იყო გარკვეულ თანხაზე, რომელიც გუნდის ინვესტირებისთვის საკმარისი არ არის. დღეს მოწყობილ შეკრებაზე, რომელიც საფეხბურთო კლუბის აღსადგენად და გადასარჩენად გაიმართა, საკრებულოს წევრებიც იმყოფებოდნენ. როგორც დავით მაღრაძემ ჩვენთან საუბრისას განმარტა, კერძო ინვესტორმა კოკაიამ გუნდს დაფინანსება შეუწყვიტა. ეს ფაქტი ადგილობრივი ხელისუფლებისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა. რა თქმა უნდა, გვერდშეულია თუ აქვს ადგილობრივი ხელისუფლება ამ გუნდს შეუძლია ჩვენ შემოგვიურებს, თუმცა ეს ისედაც მოულოდნელად მოხდა, უბრალოდ მაშინ როდესაც პირველი წელი დამთავრდა, ბატონმა კოკაიამ გააკეთა განცხადება, თუმცა ჩვენის არ შეხვედრია. ფაქტიურად გუნდი მან დაშალა, თუმცა იურიდიულად გუნდი ჯერ კიდევ მისი საკუთრებაა. გუნდის პრესსამსახურის, საკრებულოს და ფან-კლუბის ხელმძღვანელის უშუალო ჩარევით დაიგეგმა მორიგი მოლაპარაკება. როგორც ფან-კლუბის ხელმძღვანელმა დაანონსა, 10 იანვარს შედგება შეხვედრა გუნდის კერძო ინვესტორთან. მესვეურები იმედს იტოვებენ, რომ დაგეგმილი შეხვედრა გუნდის მომავალზე დადებითად აისახება. იმდენად კრიზისული სიტუაციაა, რომ პრაქტიკულად გუნდის არსებობის საკითხი ეჭქვეშ დგება. აქედან გამომდინარე აუცილებელი და საჭიროა, რომ მოლაპარაკება შედგეს მუნიციპალიტეტსა და სახელმწიფოსა და კერძო ინვესტორს შორის და კერძო ინვესტორმა და სახელმწიფომ შეთანხმება მიაღწიონ გუნდის დაფინანსებაში, რომ ისეთი კლუბი, როგორც არის ზესტაფონი, არ გაქრეს და არ აღიგავოს მიწისაგან პირისა. აქედან გამომდინარე ჩვენ ვთხოვეთ დეპუტატი ჩავაყენეთ აგრარული საკრებულოს თავმჯდომარე ჩვენ გვერდში იყო. ბატონ ილიას ვესაუბრეთ კოკაიას აქედან და 10-ში შედგება შეხვედრა და ვაანონსებ კლუბის მესვეურებსა და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებს შორის და იმედია, რომ რაღაც კონსენსუსი იქნება მიღწეული.